და მინისტრმა და მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ფოთში ახალი საბითუმო საცალო მაღაზია კალათა გახსნეს. მაღაზია ფარნავაზ მეფის ქუჩა ნომერ 6-ია განთავსებული ახალ საბითუმო საცალო მაღაზიაში გაიყიდება ტანსაცმელი, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონელი. ეს უკვე მომსახურების სააგენტოს რიგით მეხუთე სავაჭრო ობიექტია სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი მაღაზიების გახსნას განაპირობებს მომხმარებელთა დიდი ინტერესი და საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალი ფასები. მისაწვდომი ფასებია ბაზართან შედარება არ არის. ძალიან კარგია, რომ ისაც გვიჭირს, რომ მოვიდე და შევიძინოთ. ფარნავაზის ქუჩა ნომერ 6-ში ფინანსთა მინისტრმა და მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა გავხსენით საცალო საბითუმო სავაჭრო მაღაზია კალათა, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საქონელი. ასევე გეტყვით, რომ დამატებით დასაქმდა რამდენიმე ადამიანი. აქ მოსახლეობისთვის ვიტყვი, რომ არის მიმზიდველი ფასები და ასევე დიდი არჩევანი საქონელს. ეს იყო